მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მომაღწიე თქვენამდე. ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება. რას ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? და ვერ გეუბნებათ, რის თქმა სურს და ვერ გეუბნებათ ეს ადამიანი. ან არ გეუბნებათ. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანის სახელი და გვარი, თქვით გულში და გავიგოთ, რის თქმა სურს და ვერ გეუბნებათ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება. ამ ადამიანს რის თქმა სურს. ყოველ შემთხვევაში ამჟამად თქვენს ურთიერთობაში ძალიან დიდი ცვლილებები ხდება, რაღაც ესეთი ტრანსფორმაცია ხდება, ბევრი რამე იცვლება. შეიძლება არც ხართ დაშორებულები, ან ხართ დაშორებულები და მხრივ იცვლება რაღაცები. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის ვფიქრობ, რომ ამჟამად რაღაცა დოზით შორს ხართ ერთმანეთისგან მაინც. შეიძლება ისედაც ფიზიკურადაც შორს ხართ ტერიტორიულად, საკმაოდ რაღაც ახლოს არ ხართ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან. ეს ადამიანი საკმაოდ მარტოსულად გრძნობს თავს, ისეთი ფონი აქვს ზოგადად. რაღაცნაირად არ ვიცი სადაც არის ახლა იქ ეს ადამიანი გრძნობს თავს, როგორ გითხრათ, მიტოვებული მომდის რაღაცნაირად ეს შინაგანად ესეთი ენერგია მომდის ამ ადამიანისგან მიტოვებულად. შეიძლება ეს შეგრძნებაც აქვს ამ პიროვნებას, არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია ხო და უბრალოდ ეს ადამიანი საკმაოდ მარტოსულია ამჟამად, ერთმანეთისგან საკმაოდ შორს ხართ და ამ ადამიანს უნდა გითხრათ, რომ ძალიან უნდა მოგვარება ამ ყველაფრის, აი ამ სიშორის სავარაუდოდ რაღაცების აქ ცვლილება და ტრანსფორმაცია ამიტომ მივიდა, რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა ამ თემაზე საუბარი თქვენთან, რაღაცის მოგვარება და ამ საკითხზე საუბარი სურს თქვენთან. ხო, თუ არ გაქვთ ამჟამად კონტაქტი, ამაზე საუბარი ნამდვილად სურს ამ პიროვნებას, უნდა რაღაცა მოქმედებაზე გადავიდეს და გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან, რაღაც თითქოს მოდი კიდე დავამატოთ, კიდევ რის თქმა სურს ამ პიროვნებას თქვენთვის. ხო. ამ ადამიანისთვის ხართ ქალი, რომელიც მისთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან ძვირფასია. მთავარი ქალი ხართ მისთვის, რომელიცაც მოისაზრებს მეუღლედ, შვილების დედა და ესეთი ქალი, რომელიც მას აბედნიერებს და მისთვის არის მთელი სამყარო. თქვენს ურთიერთობაში რაღაცა დასრულდა, რაღაც ერთი ეტაპი, ერთი ციკლი, ასე ვთქვათ. ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს ვიღაცასთან ესეც რეზონირდება რაღაც ინტერნეტ ურთიერთობა უფრო მეტად, რადგან აქ სიშორესაც მაჩვენებს, შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში ხართ ან სხვადასხვა ქალაქში და უფრო მეტად გქონდათ ესეთი ინტერნეტ ურთიერთობა და ამ ადამიანს სურს ახლოს საუბარი თქვენთან. წაღანაც აღნიშნე, რომ რაღაცა მოლაპარაკებაზე სურს თქვენთან საუბარი რაღაცაზე, რომ მოილაპარაკოთ, შეთანხმდეთ რაღაცაზე, ხო, აი ესეთი საუბარი და აქ ძალიან ესეთ მიჩვენებს ნამდვილად, რომ ამ ადამიანს ნამდვილად სურს აი ახლოს თქვენთან საუბარი, ან კონკრეტულად რაღაც საკითხზე
უფრო ახლოს ერთმანეთთან ყოფნაზე საუბარი რა, ეს ენერგია თქვენ შორის. კარგი. მოდი კიდევ ვიკითხოთ. არკანებს ავიღებ და კიდევ ერთხელ ვიკითხავ. ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით, რომ ჩემთან არ არის ვარიანტები, მე ეს ვარიანტებად არ ვშლი, მაგრამ ერთ კითხვას რამოდენიმეჯერ ვსვამ, რომ ესე სხვადასხვა ყველაზე რეზონირდეს, ასე ვთქვათ, ვინც მიყურებთ. თუმცა ახლა ისე არ ხდება, რომ ნამდვილად ყველაზე რეზონირდეს საჯარო გაშლა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, რომ ბევრჯერ დავსვე ერთი იგივე კითხვა, რომ უმრავლესობაზე რეზონირდეს. კარგი. კიდევ რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გეუბნებათ, ჯერჯერობით მაინც. კიდევ რის თქმა სურს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და არ გეუბნებათ. აქ მეგობრებო, ისეთ როგორი სიტუაცია არის? ვიღაცასთან ან უკვე დაიწყო თავიდან, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ან ვფიქრობ, რომ ისეთი ტიპის ურთიერთობას ეხება, რომელიც უფრო მეტად ესეთი რაღაც ციკლურია და ერთი და იგივე წრეზე, ან რამოდენიმეჯერ შერიგდით და აი რაღაცა ესეთი ენერგია მომდის უფრო აქ და თუ ჯერ არ გამოჩენილა ეს პიროვნება, აუცილებლად გამოჩნდება მალე და გამოჩნდება უფრო მეტი და თან იმასაც ვიტყვი, რომ ეს გამოჩენა თქვენთვის იქნება სრულიად მოულოდნელი, რაღაცა ახალი, ვერ წარმოიდგენთ შეიძლება ახლა ამ ადამიანის გამოჩენას, მაგრამ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი დასრულებულია აბსოლუტურად და თქვენ ერთმანეთსგან ძალიან შორს ხართ, მაგრამ ეს ადამიანი რაღაც თითქოს შემოbrunდება საკმაოდ ისე სერიოზული ნაბიჯებით, რადგან იცით როგორი ის აქვს მომენტი, რის თქმა სურს და არ გეუბნებათ, აი ზუსტად ამის თქმა სურს, რომ თქვენს მიმართ საკმაოდ სერიოზულად არის განწყობილი და აი რწმენა და იმედი აქვს თითქოს იმის, რომ ეს ურთიერთობა ისევ შემოbrunდება. ხო. და დასრულდება მისი ეს რაღაც ცით როგორ მდგომარეობაში ძალიან მძიმედ გრძნობს თავს ამ სიტუაციის გამო, რაც ახლა თქვენ შორის არის და აი ზუსტად ამას არ გეუბნებათ, რომ ვერ გრძნობს თავს კარგად ნამდვილად და ამიტომ ესეთი მოულოდნელი შემოbrunება ექნება ამ პიროვნებას და საკმაოდ ისეთი სერიოზული შემოთავაზება. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხავ. კიდევ რას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება? რას გრძნობს რაშუაში, ხო? მე შედება. კიდევ რის თქმა სურს. არ გეუბნებათ. ღმერთო. შეიძლება იმიტომ წამოსდა, რომ ამის თქმაც არის საჭირო. მოდი ვიკითხავ მე ამასაც. ვიღაცაზე შეიძლება ვიღაცისთვის საჭირო შეიძლება, უცებ ისე წამოსდა. კიდევ რის თქმა სურს და არ გეუბნებათ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. გავიგოთ. ხო, აქ რა მომენტია იცით მეგობრებო, აქ ეს ადამიანი ჩვეულებრივად აიყვართ ისეთი ფონია და მალავს ეს ადამიანი თქვენს მიმართ გრძნობებს ნამდვილად ამჟამად აი გაჩერებულია სრულიად არაფერს არ აკეთებს, მაგრამ აი ამას არ გეუბნებათ ზუსტად რომ უნდა თქვენთან მოსვლა მთელი გრძნობებით და ძალიან ისეთი ურთიერთობის შემოთავაზებით
სავსე ურთიერთობის შემოთავაზებით, ურთიერთობის სადაც იქნება რაც მოგიტანთ ბედნიერებას, ესე ფიქრობს თვითონ. ამის თქმა სურს და არ გეუბნებათ ჯერჯერობით, რადგან ამჟამად გაჩერებულია და არაფერს არ მოქმედებს. ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრობს ამ ყველაფერს ეს პიროვნება. ფიქრობს, რომ მოვიდეს გრძნობები გაგიმხილოთ და შემოგთავაზოთ საოცარი ურთიერთობა. რადგან მისთვის საკმაოდ ძვირფასი ხართ, როგორი მომენტიც თქვენ მის თვალში ხართ, მის ცხოვრებაში უფრო ხართ აი რაღაცა ნათელი წერტილი. აი ეს ამის თქმა სურს და არ გეუბნებათ თქვენი პიროვნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გეტყვით. კარგი, მოდი ახლა ის გავიგოთ, რას გრძნობს თქვენს მიმართ, რადგან ესე წამომცდა, მინდა რომ ესეც ვიკითხო. რას გრძნობს თქვენს მიმართ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება? რას გრძნობს თქვენს მიმართ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება? ამიტომ იყო საჭირო და წამომცდა ზუსტად. ეს ადამიანი შეიძლება საკმაოდ დიდი ხანია არ გამოჩნილა თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, რადგან გატრიალებულია თქვენგან, ან თქვენ წახვედით, ან ის წავიდა. თითქოს რაღაცა არჩევანის მომენტიც აქვს ამჟამად. ამჟამად რადგან რას ვიძახი იცით, ან მაინც და მაინც ვიღაცასთან, ვიღაც სხვა ადამიანთან არჩევანს კი არ გულისხმობ, აი ამჟამად არის ესეთ მდგომარეობაში, რომ კი წავიდა და ეგონა რომ აღარ უნდოდა ეს ყველაფერი, ან თქვენ რაღაცაზე, იკამათეთ ან რაღაც, მოკლედ ისეთი შეგრძნება დაეფლა იმ წუთას, როდესაც წავიდა, რომ ეგონა რომ ესე იყო საჭირო და ესე უკეთესი იყო, მაგრამ ახლა ცოტა დაბნეულია. ახლა რაღაც ისეთი მომენტი აქვს, რომ არ იცის რა გააკეთო, რადგან გული თითქოს სხვასეუბნება, გონება სხვასეუბნება და ძალიან დაკარგულია ეს ადამიანი თითქოს. ერთადერთი იცის ის, რომ თითქოს რაღაცა ეს ძალით იბლოკავს თავს თითქოს ეს პიროვნება და საკუთარ თავს ატყუებს ამ ყველაფერს რა. ის თითქოს საკუთარ თავს არ უტყდება იმ გრძნობებში, რასაც თქვენს მიმართ განიცდის და რასაც განიცდის ეს ყველაფერი არის ის, რომ მისთვის საკმაოდ საყვარელი ქალი ხართ, საყვარელი ადამიანი ხართ, მისთვის ხართ სითბოს და სიყვარულის გამცემი ადამიანი, რომელიც ამ ადამიანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. მისთვის ხართ ქალი, რომელიც ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი იყო მის მიმართ და თქვენს მიმართ განიცდის ძალიან წრფელ გრძნობებს და ემოციებს, აი რაღაცნაირად ბავშვს ძალიან. თითქოს ეს ყველაფერი არ ვიცი ადრე როგორი შთაბეჭდება მრჩება, იცით, აქ როგორი ენერგიები მომდის, ადრე შეიძლება გქონდათ რაღაცა ტიპის ურთიერთობა, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს არ გრძნობდა და აი როდესაც წავიდა თქვენგან, ხო, აი მაშინ აღმოაჩინე და თითქოს ეს თავიდან დასაწყისია, აი რაღაცა ახლა გაჩნდა ეს გრძნობები ამ ადამიანში თქვენს მიმართ. და თითქოს ამიტომ არის ახლა დაბნეული და არ იცის რა გააკეთოს, აი თავის გადაწყვეტილებაში უკვე ეჭვიებარება და ფიქრებში აქვს ის, რომ რაღაცა გააკეთოს ამ ურთიერთობისთვის, რაღაცა არა, ბევრი რამ გააკეთოს ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ ფიქრობს. ანუ ჯერ აანალიზებს იმას, ეს ყველაფერი მართალია, თუ საკუთარ აი როგორ არის იცით, გონებითაც საზღვრავს და გულითაც და ჯერ ვერ დაემთხვა მისი გონება და გული ერთმანეთს, რადგან გონებით არ უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ გულით უნდა, იმიტომ რომ გულში გრძნობს იმ თავის ემოციებს, წრფელ ემოციებს, სითბოს, სიყვარულს თქვენს მიმართ.
და ძალიან ბავშვურად წრფელ გრძნობას, ხო, აი ნამდვილად რაღაც და გონებით იმდენად არ უნდა ეს ყველაფერი, მარტო თქვენს მიმართ კი არა, ის ზოგადად შეიძლება ეს ადამიანი არ არის მოწოდებული აი ესეთი სიყვარულების და გრძნობებისთვის რა, აი ხო არიან ესეთი ტიპის მამაკაცები და ამიტომ ყველანაირად თითქოს წელავს დროს, ებრძვის საკუთარ თავს და იბლოკავს თავს, რომ ატყუებს თითქოს საკუთარ თავს ამ გრძნობებში არ უტყდება ჯერჯერობით თავის თავსაც კი. აი არ უნდა, იმდენად არ უნდა, რომ არ უტყდება საკუთარ თავს, თუმცა იმდენად წრფელია ეს ყველაფერი, ხო? აი უჭირს მორევა, იმიტომ რომ მაინც დააბნია და მაინც მოერია რაღაც დოზით აი ეს გრძნობა. იმიტომ რომ გულში აქვს ნამდვილად თქვენს მიმართ საკმაოდ თბილი გრძნობები. აი ამას გრძნობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და რეზონირდება მათზე, ვისაც ჰქონდა აი ესეთი ურთიერთობა, რაღაც არაფრის მომცემი ადრე და ახლა არ ხართ ერთმანეთთან. და ეს ადამიანი ამ ადამიანს ახლა გაუჩნდა, ასე ვთქვათ, თქვენს მიმართ გრძნობები. აქამდე არ ქონია აშკარად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ახალი დასაწყისი მის მასში, ხო? კარგით, მეგობრებო, სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი გაშლა. შეგახსენებთ, რომ ჩემთან შეგიძლიათ როგორც ტაროს სესიები, ტაროს გაშლები, ასევე კოუჩინგური სესიები, რომელიც თქვენს წინსვლას და განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორი გზის დანახვაში და მაქვს ესეთი ექსკლუზიური სესიები ტაროს და კოუჩინგის ერთად, რომელიც ძალიან დიდ შედეგებამდე მიგიყვანთ, რომელიც გამოგიყვანთ რთული ემოციური მდგომარეობებიდან, გაჭედილი სიტუაციებიდან, სადაც არაფერი არ იწვის, არაფერი არ ვითარდება, ხო? იმ სიტუაციიდან, როდესაც გიჭირთ საკუთარ თავში გარკვევა, საკუთარ გრძნობებში გარკვევა, გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება, ხო? გიჭირთ მიჯაჭვილობიდან თავის დაღწევა. როდესაც ადამიანზე არის მეორე ადამიანი მიჯაჭვული, აი ამ დროს ვმუშაობთ ყოველთვის კოუჩინგურ და მუშაობ მე კოუჩინგურ და ტაროს სესიებით ერთად, რომელიც დებს ძალიან უზომოდ კარგ შედეგებს, ასე რომ მეგობრებო, შეგიძლიათ იზრუნოთ საკუთარ თავებზე, აირჩიოთ საკუთარი თავები და გადაწყვეტოთ იმ სიტუაციებიდან თავის დაღწევა, თუ მარტო არ შეგიძლიათ გქონდეთ ჩემი დახმარების იმედი. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-33-35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. ახლა დაგემშვიდობებით და მშვიდ ღამეს გისურვებთ. დროებით.